თუ დაუკვირდებით კეტონს, ვიცით რომ კეტონის სპექტრს როცა უყურებთ, გვაქვს კარბონილის შესაბამისი სიგნალი. და ამის მიზეზი არის ის, რომ ჟანგბადთან გვაქვს ნაწილობრივი უარყოფითი მუხტი, აქ გვაქვს ნაწილობრივი დადებითი მუხტი და ამ მუხტების განცალკევების შედეგად და მით უმეტეს როცა ხდება რხევა, როცა გაჭიმო ხდება და ამათ შორის მანძილი იცვლება, იცვლება მაგნიტური მომენტი, საკმაოდ ძლიერი სიგნალი ფიქსირდება სადღაც 1715-ისკენ, ხო? სანტიმეტრი ხარისხად -1. მაგრამ თუ საქმე გვაქვს შეუღლებულ კეტონთან, მაშინ ცოტა იცვლება სურათი და მოდი ვნახოთ როგორ კერძოდ. შეგვიძლია ამისი რეზონანსული სტრუქტურა დავხატოთ, სადაც ესეთ რამეს ვიზამთ, რომ აი აქ მყოფი ელექტრონები გადავიყვანოთ აქ და აქ მყოფი ელექტრონები გადავიყვანოთ აი აქ და მაშინ გამოგვია ესეთი რაღაც, ესე იგი ცოტა ადეკვატური გავაკეთო 1 2 3 4 ზემოთ გვაქვს ჟანგბადი და გამოვა ის რომ აი ეს ელექტრონები ახლა გადავლენ აი აქ ეს ბმიდან გადავა ელექტრონები აქ მოგცემს კიდევ ერთ მარტო ხელა წყვილს ელექტრონულს და შედეგად რაც გამოვა არის რომ გვქონდა ორმაგი ბმა კარბონილთან და ახლა გვაქვს ერთმაგი ბმა და გვახსოვს ალბათ რომ რეზონანსული სტრუქტურების იდეა ის არის რომ ნაერთის სტრუქტურა რეალურად არის ამ ორი ან რამდენიც აიმდენი რეზონანსული სტრუქტურის ჰიბრიდია და შესაბამისად აქ გვაქვს ბმა ჟანგბადსა და ნახშირბადს შორის არა ორმაგი არამედ ორმაგზე სუსტი ერთმაგზე ძლიერი ანუ რაღაც ჰიბრიდული ბმა რაც ნიშნავს ანუ ბმა შესუსტდა ხო ანუ კა შევამცირეთ ბმის სიძლიერე, რაც გამოიწვევს ტალღური რიცხვის შემცირებას და შესაბამისად გვაქვს სადღაც 1600 რაღაცა 80-ისკენ დაახლოებით და არა 1700 ზემოთ. ანუ მცირდება, ესე იგი შეუღლებული როცა არის კეტონი, მცირდება ტალღური რიცხვი. და ხო დამოიწყნა მე თქვა რომ აქ არის ფორმალური უარყოფითი მუხტი და აქ ნახშირბადთან იქნება ფორმალური მუხტი დადებითი. ეხლა მოდი ავდგეთ და იგივე რაღაცაზე ვისაუბროთ, ოღონდ წარმოვიდგინეთ, რომ ელექტროუარყოფითი ელემენტი დავამატეთ. ანუ კარბონმჟავას ნაწარმი არის ეს სტანდარტული და ამ მაგალითზე განვიხილოთ. ახლა აქ ორი რაღაც ხდება, ანუ ორი საინტერესო ეფექტი, ანუ ერთი უკვე გავარჩიეთ, მაგრამ მაინც კიდევ ამაზეც გავიაროთ და მეორე, რომელსაც საპირისპირო მოქმედება აქვს. და მოკლედ მოდი წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, ისევ ავიღოთ ამისი სტრუქტურა რეზონანსული, ესე იგი ეს ელექტრონები გადავიყვანოთ აი აქ. შემდეგ, რადგან ამას აქვს აი ეს ორი ელექტრონი, ესენი გადავლენ აი აქ და მაშინ რეზონანსული სტრუქტურა, ესე იგი რეზონანსული სტრუქტურა იქნება ასეთი, აქ გვაქვს ერი, აქ გვაქვს ნახშირბადი, აქ გვაქვს ეს ელემენტი, ზემოთ გვაქვს ჟანგბადი და რაც მოხდა არის რომ ახლა გვაქვს აქ კიდევ ორი, ანუ კიდევ ერთი წყვილი, მარტოხელა წყვილი და აქეთ გვაქვს ეს ელექტრონები და შესაბამისად აქ გვექნება ფორმალური უარყოფითი მუხტი, აქ გვექნება ფორმალური მუხტი დადებითი. ანუ ისევ ანალოგიურად რაც წეღან ნახეთ, გვაქვს ბმა ჟანგბადსა და ნახშირბადს შორის, რომელიც არის რაღაც ჰიბრიდი ორმაგი ბმისა და ერთმაგი ბმის. ანუ შემცირდა ბმის სიძლიერე და შესაბამისად შემცირდა ტალღური რიცხვი. და მთელი იდეა ეს არის რეზონანსის, ხო? აქ ხდება რეზონანსი. მაგრამ თუ ეს ელემენტი რაც დავამატეთ არის ძლიერად ელექტროუარყოფითი, მაღალი ელექტროუარყოფითობა თუ აქვს, მაშინ პარალელურად მიმდინარეობს ინდუქციის ეფექტიც. ეგ დავწეროთ ინდუქცია. რას ნიშნავს? რომ მოდი ისევ გავაკეთებ ნახას, აქ გვაქვს ერი, აქ გვაქვს ეს ელექტროუარყოფითი ელემენტი, აქ გვაქვს ჩვენი ჟანგბადი და რაც ხდება არის რომ ეს თუ არის ძლიერად ელექტროუარყოფითი, მაშინ გამოიწვევს ელექტრონული კონცენტრაციის კი არა და ელექტრონული სიმკვრივის თავისკენ, ანუ წაიყვანს თავისკენ მოკლედ, რაც ნიშნავს იმას, რომ აქედან ეს ელექტრონები გადმოვა აი აქ და ახლა რომ ერთმაგი ბმა გვქონდა, მივიღებთ აქეთ ორმაგ ბმას, ხო? ესე იგი აქ ნახშირბადი, აქ იგრეკი, აქ ერი. ანუ სხვაგანად რომ თქვათ, ეს ეფექტი, ამისი ძლიერი ელექტროუარყოფითობა იწვევს იმას, რომ გამყარება ხდება თითქოს ამ ბმის, თითქოს რა ხდება, ანუ იმატებს სიძლიერე ბმის, შედეგად იმატებს ტალღური რიცხვი და ეს ორი ეფექტი ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოქმედებს და ანუ საბოლოოდ რაღაც სურათს ვიღებთ. გააჩნია რამდენად ელექტროუარყოფითი არის ის ელემენტი, იმ ელემენტის ატომი, რასაც დავამატებთ.
მოდი ახლა რამდენიმე ნაერთს დავუკვირდეთ, რომელთა შესაბამის სიგნალებს ვპოულობთ დაახლოებით 1650-დან 1850-მდე და მოდი პირველ რიგში ავდგეთ და გავყოთ ეს დაახლოებით შუაზე, ანუ 1750-თან საკმაოდ ახლოს 1740-თან ყოფთ რეალურად. ესე იგი ერთგვარი შუა არის, ანუ ერთგვარი საშუალო სიგნალი არის ეს, საშუალო სიგნალს შეესაბამება დაახლოებით და მოდი პირველ რიგში შევხედოთ ესტერს. ესტერის შემთხვევაში გვაქვს ასეთი ვითარება, რომ ელექტროუარყოფითობის გამო, ჟანგბადის ელექტროუარყოფითობის გამო, უფრო მეტად ინდუქციურ ეფექტს აქვს გავლენა ამ კარბონილზე და მის ბმაზე, ვიდრე რეზონანსულ სტრუქტურას. შესაბამისად, ასე თუ ისე, მაინც გაძლიერება ხდება ბმის, უფრო ძლიერი არის ბმა და ამიტომ დაახლოებით 1745-ისკენ გვხვდება ამისი შესაბამისი სიგნალი, სიტყვა სიგნალი ვერ გავიხსენე. ესე იგი, მარცხნივ რაც უფრო მივდივართ, ვნახულობთ რამდენიმე შემთხვევას, სადაც უფრო ძლიერი არის ინდუქციური ეფექტი. ისევ, იმიტომ რომ ძლიერი ელექტროუარყოფითი ელემენტი არის თამაშში. შემდეგ, მჟავა ანჰიდრიდის შემთხვევაში, როგორც, რადგან თქვი რომ რაც უფრო მარცხნივ მივდივართ, მით უფრო ძლიერდება, გამოიცნობდით, მით უფრო ძლიერად არის გამოვლენილი სწორედ ინდუქციური ეფექტი, ისევ, ანუ იწევს ჟანგბადის ელექტროუარყოფითობა ინდუქციურ ეფექტს, როგორც წეღან ავხსენით და შესაბამისად ორივე კარბონილს აძლიერებს. თან ახლა ესენი რატო დავხატე, იმიტომ რომ საინტერესოა რომ ეს, რასაც ახლა აქ დავწერ, ანუ კიდევ უფრო გაძლიერებული არის აქ ბმის სიძლიერე, ძალიან ტაუტოლოგიურად ვლაპარაკობ, სადღაც 1760-დან 1790-მდე გვხვდება. ეს არის პირველი სიგნალი ამის, ანუ მჟავა ანჰიდრიდის. წინა ვიდეოში გავარჩიეთ, ერთ-ერთ წინა ვიდეოში, რომ სიმეტრიული და ასიმეტრიული რხევები არის აქ, ან გაჭიმები, რაც გულისხმობს იმას, რომ უფრო მაღალ ენერგიული მდგომარეობაც გააჩნია ამას, მეტი ენერგია, რომელსაც შეესაბამება და მაგ შემთხვევაში დაახლოებით 1810-სკენ ავდივართ მიახლოებით. და შემდეგ მჟავა ქლორიდს თუ ნახავთ, აქ მთლიანად დომინირებს ინდუქციურობის ეფექტი, თუ ინდუქციის ეფექტი, ანუ განსაკუთრებულად აძლიერებს ქლორის ელექტროუარყოფითობა ამ ორმაგ ბმას, კარბონილის ორმაგ ბმას, ასე რომ ძალიან ძლიერი სიგნალი გვაქვს, სადღაც 1800-დან შეიძლება 1815 ტალღურ რიცხვამდე. შემდეგ მარჯვნივ თუ წავალთ, ანუ თუ ავიღებთ ისე რომ ეს არის საშუალო, ანუ ესაა დაახლოებით საშუალო ტალღური რიცხვი, რომელსაც შეესაბამება რაღაცა საშუალო ბრჭყალებში ზამბარის სიხისტე, მაშინ ახლა ალდეჰიდს თუ შევეხებით, აქ არ გვაქვს მაინც და მაინც ანუ საერთოდ არ არის ელექტროუარყოფითი, ანუ მაღალი ელექტროუარყოფითობის მქონე წყალბადი, ამიტომ მაგ ეფექტზე დიდად არ ვფიქრობთ და უფრო მეტად ვფიქრობთ იმაზე, რომ ელექტრონებს გასცემს ალკილის ჯგუფი და შესაბამისად, რადგან მსგავსი მუხტები განიზიდავენ, ელექტრონული წყვილი, ახალი მარტოხელა ელექტრონული წყვილი გვიჩნდება ამ ბმის ელექტრონებიდან, რაც იწვევს იმას, რომ მცირდება ბმის ენერგია და მიახლოებით ვიღებთ სადღაც 1715-სკენ ტალღური რიცხვის შესაბამის სიგნალს. ახლა ცხადია, ამ რიცხვებს რომ ამბობ, არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ზუსტი არის, უბრალოდ რაღაც კარგი მიახლოებით, აი ასეთ სიგნალს ვიღებთ, როცა საუბრობთ ალდეჰიდზე. ახლა ალდეჰიდს თუ შევადარებთ კეტონს, კეტონის შემთხვევაში გვაქვს ორი ასეთი ჯგუფი, რომელიც გასცემს ელექტრონს, ანუ კიდევ უფრო სუსტდება ბმა, და ეს ორმაგი ბმა, ანუ ასე მაინც მივუნიშნოთ, რომ კიდევ უფრო სუსტდება ეს ბმის სიძლიერე და სადღაც 1715 ეს უნდა იყოს, ეს 25 უნდა ყოფილიყო, სხვათა შორის შემეშალა, სადაც 1715-სკენ ვიღებთ შედეგს, იმიტომ რომ აქ ერთი რაც ხდება და აქ ორი მაგდენი ხდება. ახლა გადავიდეთ მოდი კარბონ მჟავაზე და კარბონ მჟავა თუ არის წარმოდგენილი დიმერული ფორმით, პატარა ნახაზს გავაკეთებ უცებ მაგის. ესე. ან მოდი პირიქით ვიზამრო, კიდე უფრო ხაზი გავუსვა. ესე იგი თუ ასეთი ფორმითაა წარმოდგენილი, მაშინ გვექნება ძლიერი წყალბადური ბმები ამ მოლეკულებს შორის, რაც კიდე უფრო შეამცირებს ბმას, ხო? კიდე უფრო შეამცირებს ამ ორმაგ ბმას და ამიტომ ახლა სამის არს დავხატავ, იმიტომ რომ კიდე უფრო შემცირდა, რაც უნდა გასაკვირი იყოს. და მივიღებთ სადღაც 1710-სკენ დაახლოებით, ანუ თავი შინაარსი ის არის, რომ კიდევ უფრო მცირდება, ზუსტად რა რიცხვი არის, მაინც რა მნიშვნელობა აქვს. მაგრამ აი რაც უფრო მარჯვნივ მოვდივართ, სხვადასხვა ეფექტები ხედავთ, რომ ამცირებს შესაბამის ენერგიას და ამცირებს ტალღურ რიცხვს. და ბოლოს
მივადექით ამიდს და ანუ რაც ვლაპარაკობთ ახლა კარბონმჟავას ნაწარმოებზე ვახსენეთ უკვე არაერთხელ რეზონანსული სტრუქტურები და აქ სწორედ ის შემთხვევა გვაქვს, როცა რეზონანსული სტრუქტურა დომინირებს, ანუ ეს ელექტრონი გადადის აქ, გააძევებს ამ ელექტრონულ წყვილს აქედან და ანუ რეზონანსული სტრუქტურა მოკლედ ხელახლა აღარ ავხსნი კიდევ ერთხელ, უბრალოდ 4 ის არის დავხატაო, რაც კიდევ მიუთითებს, რომ დრამატულად ამცირებს ბმის სიძლიერეს კარბონილისთვის და შესაბამისად ამცირებს ტალღურ რიცხვსაც დრამატულად, სადღაც 1650-დან 1690-მდე უნდა ველოდეთ ამას. ეხლა ამაზე რომ ვისაუბრე, ანუ აი მაგალითად ეს მაგალითი რომ განვიხილე ხო კარბონმჟავის, ანუ დიმერული ფორმა ვთქვი, ანუ ეს არის ერთი კონკრეტული ვერსია, როცა ანუ ერთი კონკრეტული შემთხვევა განვიხილე, როცა აი ასეთი სიტუაცია გვაქვს. შეიძლება იგივე ანუ ისევ შეიძლება კარბონმჟავაზე იყოს საუბარი, მაგრამ რაღაცა სხვა ვითარებაში გქონდეს და მაშინ სხვა ტალღურ რიცხვს შეესაბამებოდეს. უბრალოდ ამით ზოგადი იდეის მოცემა მინდოდა, როცა ვსაუბრობთ ელექტრონის გაცემაზე, დონაციაზე, როცა ვსაუბრობთ რაღაც თქვა დიმერულ ფორმაში ყოფნაზე, რეზონანსულ სტრუქტურებზე, ინდუქციაზე და ასე შემდეგ. ანუ უბრალოდ ამით რომ ვისწავლოთ დაახლოებით როგორ შეგვიძლია შევაფასოთ კარბონილისთვის ბმას, ანუ ბმაზე რა გავლენა ექნება და შესაბამისად სიგნალის ტალღურ რიცხვზე რა გავლენა ექნება ამ სხვადასხვა სახის ეფექტებს.